ეს მიზეზი ძალიან ბევრია, ჩვენ გვებრძვის ამ ხელა იმპერია, რუსეთის იმპერია, რომლის მეხუთე კოლონა არის სამწუხაროდ თავის დროზე 2012 წელს დემოკრატიული წესით ხელისუფლებაში მოსული და იმის შემდეგ ნელ-ნელა გაიმყარეს სხვა საფუძველი სხვადასხვა მეთოდით და პირველი და მთავარი მეთოდი, რასაც კრემლიც საკუთრივ თავის ქვეყანაში იყენებს, არის ტყუილი, ცილის წამება, ოპონენტის გაშავება, დისკრედიტაცია პირველ ყოვლისა და შემდგომ უკვე გამოყენება იმ ინსტრუმენტებისა, რომელიც მათ ხელშია დაწყებული შავი ფული, კრიმინალური სამყაროს პირდაპირ ინტერესი, რომ ასეთი რეჟიმი არსებობდეს, იმიტომ რომ ესენი არიან ერთობა და ერთი ფილოსოფიის მქონე რაღაცა ერთეულები, ხო? იქ სხვა პარტიაში, არასამთავრობოებში, ეკლესიაში თუ სხვაგან ყოფი რუსული აგენტურა, რომელიც ამ რეჟიმზე მუშაობს, სუსი, პროკურატურა, ჯიბის სასამართლოები, ყველა დონის ეს ყველაფერი არის ის ერთი სისტემა, რომელიც მომართული არის დანარჩენი ქართული საზოგადოების წინააღმდეგ და ეს ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ სამწუხაროდ არის საკმაოდ დაგსაქსული, საკმაოდ ბევრს ვერ გაურკვევია და სწორი ანალიზი ვერ გაუკეთებია წარსული წლებისა, რასაც ვარდების რევოლუციის წლებს ვეძახით და დღემდე ზოგიერთს აქვს ისა, რომ აი არც ქოცი მინდა და არც ნაცი მინდა იმ ვითარებაში, როცა ვერ არჩევს რა გააკეთა იმ ხელისუფლებამ, რის საიდკენ მიდიოდა საქართველო, თავის შეცდომებით, თავის პრობლემებით, რა თქმა უნდა, უშეცდომო ვინ არის და არც არავინ არ იჩემებს ამას, მაგრამ რა იყო ფუნდამენტური განსხვავება და არიან ძალები, რომლებიც ამბობენ, რომ მე აი ქოცს რო ვებრძვი, მე აი ნაცსაც უნდა ვებრძოლო ამავდროულად და კი, აი ეს რომ ქოცს რო ვებრძვი, ნაცსაც უნდა ვებრძოლო, ბოდიში გიორგი, და ნაცსაც უნდა ვებრძოლო, არის ასეთი კატეგორიაო თქვენ აცხადებთ. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ რაღაც ახალი პოლიტიკური ძალების გაჩენის მოთხოვნილებაც არის და შესაძლოა ამან გარკვეულწილად რაღაც ბიძგი მისცეს პოლიტიკური ცხოვრების გამოცოცხლებას, როგორ ფიქრობთ თქვენ? ეს არ ნიშნავს ცხადი არავის გაქრობას. ხო და ამაშია საქმე, რა პოლიტიკური ძალების გაჩენაზე ვლაპარაკობთ, პოლიტიკა მკვდარი ამ ქვეყანაში. ამაშია, აი ამ მარაზმში ვართ ჩვენ. კი, მიზეზი რა არის ამ ყველაფრის? პოლიტიკური ლიდერები არიან ციხეში, თუმცა ბევრი გარეთ ხართ. არა. ეს მიზეზი არის ის, რომ დღემდე მუშაობს კრემლის პროპაგანდა და დღემდე მუშაობს კრემლის პროპაგანდა როგორ? აი როგორც ესე, რომ ნაციც ცუდია და ქოციც ცუდია ერთნაირად, ორივეს ერთნაირად უნდა ვებრძოლოთ და თითქოს არის პოლიტიკური პროცესი, რომ აი ვიღაცა მესამე ძალა პოლიტიკური უნდა გაჩნდეს. რა მესამე ძალა? აღარაფერი აღარ არსებობს, არჩევნები არ არსებობს, თავზე გადაგვახიეს კონსტიტუცია და რა პოლიტიკურ ძალებზე ვლაპარაკობთ? აი ეგ არის, აი მაგ მარაზმში. პოლიტიკური ძალების დაგსაქსულობა, რომელიც არის სხვათა შორის ერთ-ერთ მიზეზად დასახელებული, ეს არის მუდმივი პრობლემა. თქვენ ერთიანობაზე მუდმივად საუბრობდით ხოლმე, ნაციონალური მოძრაობა სწორედ ის ძალაა, ნამდვილად, რომელიც ამაზე ყველა არჩევნების წინ, ყოველ შემთხვევაში ბოლო ორი არჩევნების წინ ნამდვილად საუბრობდა და იყო ამ ყველაფრის ინიციატორი. აი დღესდღეობით აი ეს რაღაც არ ვიცი, ეფემერული, ილუზორული, მიუღწეველი ერთიანობა არის თუ არა გადარჩენის გზა, როგორ ფიქრობთ და საერთოდ მიღწევადია თუ არა, საერთოდ საუბრობთ თუ არა ამაზე, ერთმანეთს ესაუბრებით თუ არა, რესურსი ერთმანეთთან საუბრის და რაღაც გეგმების დასახვის არის თუ არა, არსებობს თუ არა, გაქვთ თუ არა? რესურსი ყოველთვის არის, თავარია შეგნება, ხო? თავარია რომ არ იყო ან პირდაპირ რეჟიმზე მომუშავე, ან რეჟიმის სასარგებლო იდიოტი, რომ აი ამ ლოზუნგს იყო აყოლილი, რომ არც ქოცი მინდა და არც ნაცი მინდა, ხო? ამას ვამბობ, ანუ ვიღაცეები კიდე ცდილობენ, რომ წარმოაჩინონ თითქოს ვითარება ნორმალურია და აი ის პოლიტიკური ძალებია, ქოცი, ნაცი, რაღაცა მემარჯვენე, მემარცხენე და ეხლა რაღაცა ახალი უნდა გაჩნდეს და ის ახალი იქნება ქვეყნის გადამრჩენელი. ეს ხო მარაზმია უბრალოდ, რაზე ვლაპარაკობთ.
ამის თქმა მინდა სწორედ რომ აქამდე უნდა მივიდეთ რომ არის კოცი ანუ რუს კოცი მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდა აი ამ თითოეულ სიტყვას აქვს თავისი მნიშვნელობა მოღალატე კრიმინალთა რუსული ბანდა ეს არის დაახლოებით 5% მოსახლეობისა, რომელსაც ყავს აყოლილი ამ რუსული პროპაგანდით, აი ამ აგენტურით და ასე შემდეგ კიდე რაღაცა რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ ეს რეჟიმი შენარჩუნდეს და დანარჩენი საქართველო. დანარჩენი საქართველო არის მინიმუმ 80-85%. აი ამ დანარჩენმა საქართველომ უნდა შეიგნოს რომ რასაკეთებთ თქვენ ამისთვის როგორ უნდა შეიგნოს ამ დანარჩენმა საქართველოს გიორგი მოდით მითხარით მაშინ თქვენ რასაკეთებთ ამისთვის თქვენ რასაკეთებთ ამისთვის რომ დანარჩენმა საქართველოს აგერ გესაუბრებით და საუბრობთ ამდენი ხანია რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად არ გვაქვს ფუფუნება ამ წუთას ერთმანეთს ჭამდეს სხვადასხვა პოლიტიკური ძალა, ლანძღავდეს, აგინებდეს, ფეხს უდებდეს. ვინც უღალატებს ხალხს, ის უნდა მოიკვეთოს, იყოს კოცის გვერდზე, როგორც არის გახარია. დანარჩენი საქართველო ხო, უნდა იყოს ერთად და უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე. ჩემთან საუბარი საკმარისია, ანუ ეთერში საუბარი ამაზე საკმარისია, როგორ გონიათ? არა, რა თქმა უნდა. ეს არის აუცილებელი პირობა. ეს არ არის საკმარისი პირობა. ეს არის აუცილებელი პირობა. ორი აუცილებელი პირობაა. სიმართლე და ერთიანობა. ეს არის აუცილებელი, მაგრამ საკმარისი ცხადი არ იქნება. ამის გარდა არის თითოეული ჩვენთაგანის, მით უმეტეს ვინც პოლიტიკაში ვართ, გაუტეხლობა, ანუ ის რომ არ გავიყიდებით, ის რომ არ დავიღლებით, ის რომ არ ვაღიარებთ ამ მოღალატეთა რეჟიმს. და ის რომ უკან არ დავიხებ და ის რომ ვიქნებით თანმიმდევრულები და პრინციპულები. აი ძალიან ბევრი რამ ჩამოვთვალე ახლა, მაგრამ ეს თვითოულ ამ საკითხს და თვისებას ადამიანებისა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და იმას რომ სწორედ ეს შევძლოთ ჩვენ იმ ადამიანებმა, ვისაც თქვა პოლიტიკოსი ქვია, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ თავად ამბობთ ზღვარი პოლიტიკოსებსა და რიგით მოქალაქეებს შორის და აღარ არის სამწუხაროდ ეს სიტუაცია, რომ ვიღაცა მიპოლიტიკოსოს. ჩვენ ვართ ყველანი ერთად სამოქალაქო საზოგადოება, ყველა პატრიოტი, ჟურნალისტი იქნება ეს, პედაგოგი იქნება, პოლიტიკოსი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, გლეხი თუ უმუშევარი, ყველანი ვიყოთ უნდა ერთად, ვისაც გვიყვარს საქართველო და ვისაც გვაქვს თვალები, ყურები და აზროვნების უნარი, რომ ხედავდეთ რომ ეს ბანდა მარტო ფულის კეთების ინტერესიც არის შეკრული, ასე ვთქვათ, ერთად და ყველაფერს აკეთებენ მათ შორის ჩვენი ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებას, ოღონდ იყვნენ ხელისუფლებაში და მზად არიან განათლების სისტემაც შეცვალონ, ადამიანს თავი გაუტეხონ, კონსტიტუციაც დაარღვიონ კიდევ ერთხელ და სწორედ აი ეს შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში მიღებული ცვლილება არის კონსტიტუციის დარღვევაც. მე გავაზიარე სულ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში 21 მუხლი არის ასეთი კონსტიტუციაში. დიახ, ყველას აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯარო და უიარაღო შეკრების უფლება და დღეს თავზე გადაგვახიეს კიდევ ერთხელ კონსტიტუცია და ადამიანებს ტროტუარზე შეკრების უფლებასაც კი უკრძალავენ. არ ვიცი, მალე ალბათ პირდაპირ სახლებში შეგვრეკავენ და გვეტყვიან, რომ თუ რამის გაპროტესტება გნებავთ, სახლში სამზარეულოში გააპროტესტეთ, რაც გინდათო. სავალალოა ეს მდგომარეობა, გიორგი. კოცი წუხდება გვერდზე. ხო, სავალალოა ეს მდგომარეობა და მე ძალიან დიდი გულის ტკივილით ვსაუბრობ ახლა ამაზე, იმიტომ რომ მეც ვარ ის ადამიანი, ვისაც უნდა და ვინც ხედავს, რომ ამ ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ცვლილებები, იმიტომ რომ ქვეყანა მიექანება უბსკრულისაკენ, არ ვიცი, თუ უკვე არ არის ჩაჩეხილი ამ უბსკრულში. ამიტომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ხართ ჯერ კიდევ თავისუფლებაზე, რომლებსაც გაქვთ გარკვეული პასუხისმგებლობები, თქვენთან მუდმივად არის ეს კითხვები და აი ახლა აი ამ გზის გასაყარზე, როდესაც ქვეყანა ან დიდი ხნით სიბნელეში უნდა დარჩეს, ან რაღაც ახალი სუნთქვა, ახალი ეტაპი დაიწყოს, ამიტომ მაქვს მე თქვენთან ეს კითხვები. აი თქვენ წეღან თქვით, რომ პოლიტიკური ცხოვრებაო ივანიშვილმა მოკლა და ნამდვილად ასეა, ხო, პოლიტიკური ცხოვრება გაჩერებულია, მაგრამ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური ცხოვრება
ცხოვრება გამოაცოცხლოთ, რომ რაღაც ახალი ბიძგი მისცეთ, რაღაცა სათავეში ჩაუდგეთ, გააქვთ ამის უნარი, ამის შესაძლებლობა, რომ ეს აჩვენოთ, თუნდაც აი მართლა ერთად დასხდეთ, ერთმანეთს დაელაპარაკოთ და ეს ერთიანობა, რომელზეც მუდმივად ლაპარაკობს პოლიტიკური კლასი, მაგრამ არასდროს ეს არ შედგა, აი ეს ერთიანობა რაღაც საქმეში გადათარგმნოთ. ეკა, ეს პოლიტიკური ცხოვრება ვერ გაცოცხლდება, მყარი ვერ გაცოცხლდება. ეს რეჟიმი სანამ იქნება ხელისუფლებაში, ვერ გაცოცხლდება ამ პირობებში. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად საქართველოს უნდა გადავარჩინოთ ამ მოღალატე კრიმინალ რუსული ბანდისგან და შემდეგ იქნება შესაძლებლობა, რომ დაიწყოს პოლიტიკური პროცესი. მანამდე არანაირი პოლიტიკური პროცესი არ იქნება, ამას გიხსნით. და ვინ უნდა გადაარჩინოს, გიორგი, მე კიდე ამას გეკითხებით. ვინ არის ეს უნდა გადაარჩინოს? და როგორ გადავარჩინოთ? აი ამდენი წელია ქუჩაში ვარ. ცალკეული პარტიები ვერ გააკეთებენ ამას, იმიტომ რომ პარტიების პოლიტიკა დამთავრდა, მოკვდა, აღარ არის. ამას გიხსნით. რომ აქ აღარ არის სტანდარტული ვითარება, რომ აი რომელიღაცა პოლიტიკოსმა, რომელიღაცა პარტიამ რაღაცა გააკეთოს, რომ ქვეყანა გამოვიდეს მდგომარეობიდან. ასე არ იქნება თქო. ამას გიხსნით და ეს მინდა რომ გავიგოთ ყველამ. რომ ახლა აღარ არსებობს პოლიტიკოსები, აღარ არსებობს პარტიები, არის ქართული პატრიოტული საზოგადოება. ერთიანად. ყველანი ჩვენ. ამას გიხსნით უკვე მე რამდენი წელია რომ არ მაქვს მე იმის ფუფუნება რომ ვიყო პოლიტიკოსი, არ გაქვთ თქვენ იმის ფუფუნება რომ ვიყო ჩვეულებრივი ჟურნალისტი, როგორც იქნებოდით საფრანგეთში ან შვეიცარიაში. როგორც ვიყავი რამდენიმე წელი. არ გაქვთ ამის ფუფუნება. ამას გიხსნით. ხო და აღარ გაქვთ ამის ფუფუნება. არც მაშინ არ იყავით რეალურად, იმიტომ რომ აქამდე მიდიოდა პროცესები და ამას ვამბობდით და არ ეჯერა ბევრს. ეს გეგონათ რომ გქონდათ ამის ფუფუნება და არ გქონდათ. მაგაშია საქმე და ახლა ამას ვთვლობ რომ ახლა ვართ ყველანი ერთად, სანამ ყველანი ერთად არ შევიკრიბებით, სანამ სიმართლით არ აღვიჭურებით და სანამ ერთიანი ფრონტი არ იქნება, მანამ ყოველთვის შეძლებს ეს რეჟიმი ისარგებლოს აი ამ დაგსაქსულობით, ვიღაცას რაღაცა მიცეს, ვიღაცას მეტი დააჭიროს წიხლი და აი ამ განსხვავებებზე, ამ ურთიერთდაპირისპირებაზე ითამაშოს და გააგრძელოს, მაგრამ მე უფრო სანამ ჩვენ თუ ეს ვერ მოახერხეთ, ხო? თლათ უიმედოთაც არ არის საქმე, ხო? გლობალური პროცესებიც დაგვეხმარება, მათ შორის რაც შეეხება ევროპაში, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე პროცესებს, მათ შორის რაც ხდება უკრაინა რუსეთის ფრონტზე, ანუ საქართველოს ფრონტზე, უბრალოდ საქართველოს ომში, უბრალოდ უკრაინულ ფრონტზე, ხო? უბრალოდ ეს გლობალური პროცესები ცოტა ნელა ვითარდება და ამასობაში ჩვენ გვაქვს დანგრეული განათლების სისტემა, უუფლებო და უფლებაწართმეული ადამიანები, რომლებსაც ტროტუარზეც კიდე ერთხელ ვამბობ, ტროტუარზეც შეკრების შესაძლებლობასაც კი არ მისცემენ, დღეს თუ არა, ხვალ ნამდვილად ასე იქნება. ძალიან ბევრი რამ ხდება და ქიმიური მოწამვლა, რომელზეც პასუხი აუცილებლად უნდა აგოს ქართულმა ოცნებამ, ამაზეც მინდა კითხოთ და შემდეგ დაგემშვიდობებით. ძალიან რეზონანსული აღმოჩნდა ეს საქმე და გასაკვირი არ არის, რა თქმა უნდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მაგრამ ახლა როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესი? ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამაზე, როგორც მედიებმა, ექსპერტებმა, მედიკოსებმა, დაზარალებულებმა, პოლიტიკოსებმა. ახლა რა არის შემდეგი ეტაპი და რას აკეთებთ თქვენ, პოლიტიკოსები, იმისთვის, აი რა შეგიძლიათ ამ თემაზე მითხრათ? ამ მიმართულებით არის სამუშაო ასევე ყველას მიერ. მე მივესალმები რამდენიმე ორგანიზაციის ინიციატივა მოვისმინე ინფორმაციის შეგროვებასთან დაკავშირებით ჩვენს ნაციონალურ მოძრაობაში. გამოვაცხადეთ ჩვენმა სამედიცინო გუნდმა, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია დაზარალებულებმა, ვინც ამ დროს იყო ამ აქციაზე. მე მგონი გაითიშა. მე მესმის თქვენი ხმა. შეგიძლიათ გააგრძელოთ გიორგის. გავაგრძელო საუბარი თუ არა? კი, გააგრძელეთ საუბარი. ხო. დაასრულოს გიორგი მაზრი და დავასრულებთ მასთან ინტერვიუს, შემდეგ მაია კოპალეიშვილი შემოგვიერთდება მასთან, მე ბევრი კითხვა მაქვს. დიახ, გიორგი, გააგრძელეთ, დავასრულოთ აზრი. დიახ, და
ჩვენმა სამედიცინო გუნდმა და ჩვენ ნაციონალურ მოძრაობამ გამოაცხადეთ, რომ მოუწოდებთ ყველას, ვინც იყო იმ დღეებში აქციებზე, ვინც დაზარალდა, ვინც მოიწამლა, მოგვაწოდონ თავიანთი მონაცემები, თავიანთი სიმპტომები, კონკრეტული ინფორმაციები და შესაბამისად ეს ყველაფერი ერთად უნდა შევაგროვოთ და აუცილებლად წავიღოთ საერთაშორისო სასამართლოში, იმიტომ რომ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც უბრალოდ ჩვეულებრივი ამბავია, თქვენ იცით თავის დროზე სადამ ჰუსეინმა მოწამლა თავისი მოსახლეობა, სირიის ბაშარ ალ-ასადმა და ბევრი ანალოგია ვნახეთ, როგორი იყო პროპაგანდა, როგორ მუშაობდა იქაც და აქაც აი ორივე შემთხვევაში, აქ ბევრი ანალოგია ვნახეთ. ანუ ოცნებას პოლიტიკური ფასის გადახდა შეგიძლიათ გითხრათ, რომ მოუწევს ამ საქმესთან დაკავშირებით. ვერ გაექცნენ პასუხისგებლობას. ბატონო? ოცნებას პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ამ დანაშაულთან დაკავშირებით. ხო და ამას გეუბნებოდით, რომ სირიაშიც და ერაყშიც ვერ აცდათ პასუხისგებლობა, მე არავის არ უსურვებ იმ ბედს, რაც მაგალითად სადამ ჰუსეინს ჰქონდა, მაგრამ პასუხისგებლობა ნამდვილად არ აცდება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის რაღაცა ადგილობრივი დონის, აი ვიღაცას სადარბაზოში დახვდნენ და ცემეს და ასე შემდეგ, თუმცა ყველა საქმე გამოსაძიებელია იქ ვიღაცების თავებზე იხტუნავეს ჟურნალისტების, ჩვეულებრივ ადამიანებს ესე ქუსლები ურტყეს, აი რაც ტელევიზიით ნახა კიდევაც საზოგადოება, მაგრამ აქ მოწამლა ეს ბევრად უფრო მაღალი ხარისხის ამბავია, ამიტომ ეს რა დროც არ უნდა გავიდეს, დარწმუნებული ვარ დიდი დრო არ დაჭირდება, ეს საქმე იქნება გამოძიებული, აი დაველოდებით რომ იძახიან რომ BBC-ს უნდა უჩივლოთ რას გააკეთებენ და შესაბამისად ამაზე ვინც ბრძანება გასცა, ვინც ეს აღასრულა და ვინც შესაბამისად გამოიყენა, ვინც დამალა ასევე და მიჩქმალა ეს დანაშაული, იმიტომ რომ ვისაუბრებენ ეგრე 5 დღეში გამოიძიეს ამხელა დანაშაული, ამიტომ ყველას მოუწევს პასუხისგება და აქაც ჩვენი ერთიანობა არის მნიშვნელობა და ჩვენი სიმტკიცე და ჩვენი ბოლომდე ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, ამ ჩვენი სიმართლით, ერთიანობითა და ბოლომდე ბრძოლით აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ.